მე ვარ მერაბი ვასაძე, გენერალური დირექტორი შპს ვასაძეს პურის, რომელიც მოიცავს ასევე საკონდიტრო სანდომს, რომელიც ალბათ ყველასთვის ცნობილია. რაც ბატონმა სანდრომ ელაპარაკა, შემიძლია რამოდენიმე დეტალი დავამატო კიდე ამ საუბარს, რა არის ძირითადი პრობლემები ჩვენი. პირველი ის, რომ cashback-ის თემა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, განსაკუთრებით ტკივნეული არის, იმიტომ რომ ყველაწლიურად ხდება ამ cashback-ის გადახედვა. ეს არ არის ერთი პრობლემა, რომელსაც გადავწყვეტ. Cashback-ი დაახლოებით 13-14 წლის უკან იყო დაახლოებით 12%. აი, როდესაც 12% იყო, ყველაწლიურად გვიმატებდა 2%-ს. ავიდა 20-ზე დაიწყეს 3%-ის მომატება. ეხლა უკვე 5-დან 7%-მდე ყველაწლიურად უკვე გთხოვენ cashback-ების გადახდას. ეხლა რაც შეეხება ქსელურ მაღაზიებს, ჩვენი პროდუქტი, როგორც საკონდიტრო წარმოება, ძირითადად იყიდება იმ ქსელურ მაღაზიებში, რომლებსაც უფრო უბნის მაღაზიები ქვია. ამ უბნის მაღაზიებში ძირითადად არის ესენი უკვე გაცილებით მეც ვაჭრობენ, ვიდრე ის დიდი ცნობადი ქსელები. რა ხდება ამ უბნის მაღაზიებშიც? ყველაწლიურად ეს ფასნამატი მეორე აღმოჩენა რაც გააკეთა ქსელურებმა. ეს არის ეხლა შეიქმნა ახალი ძალიან დიდი გაერთიანება, რეალურად ბაზარზე სერიოზული მოთამაშე დარჩა 2 ან 3. ვინ ჩვენს პროდუქტს ყიდულობს? ერთ-ერთმა გაერთიანებამ გაერთიანა 5 თუ 6 წამყვანი ბრენდები, შექმნა უზარმაზარი ბრენდი, რომელმაც გააკეთა ეს უბრალო რაღაცა, არჩია 2 წამყვანი საკონდიტრო კომპანიიდან ერთ-ერთი და მეორეს მაგალითად ჩვენ ყოველგვარი მიზეზების გარეშე, ყველაფრის გარეშე გაგვიცხადა უარი, ჩვენ ავჭირდება თქვენი პროდუქტი, იმიტომ რომ მეორე კომპანიამ უკეთესი პირობები შემოგთავაზა. ჩვენ როგორც ქართული კომპანია, რომელიც ძალიან დიდი ხანია ვითარდებით, ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ვდობთ წარმოებაში, ქმნით ისეთ დანადგარებს და ყიდულობთ ისეთი დანადგარებს, რომლის ანალოგებიც არ არის საქართველოში და ძირითადი ჩვენი კონკურენტი არის უკვე რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, რომლის მოსახლეობა ძალიან კარგად იცით, რომ 10ჯერ და 20ჯერ და რუსეთი 160-დან 170 მილიონამდე ადამიანია, თურქეთი 100 მილიონი, უკრაინა 40 მილიონი. მე რომ დანადგარი ვიყიდე, თანამედროვე დანადგარი, რომელიც ჩინურით ვერ მიიღებ იმ ხარისს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ამ ფერმებს. ვიყიდეთ გერმანული დანადგარი, ავსტრიული დანადგარი, რომელიც სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დანადგარია. მაგრამ მე ვერ ვიყიდი ისეთ დანადგარს, რომელსაც იყიდის რუსეთი, რომელსაც 160 მილიონიანი მომხმარებელი ყავს. შედარებით პატარა ვიყიდე. ეხლა ვერც იმათ გაუწევ კონკურენციას იგივე იმათ პროდუქტს, იმიტომ რომ ჩემზე გაცილებით იაფად ფქვილს, შაქარს, ზეთს, ყველაფერს ამათ ჩემზე იაფად ყიდულობენ. ჩვენი ძირითადი კონკურენტები ქართულ ბაზარზე არის ზუსტად რუსული, უკრაინული, თურქული საქონელი, რომელიც შემოაქვთ უფრო იაფად და ინტერესი იმის, რომ ჩვენი პროდუქცია იდოს დაღზე ფაქტიურად აღარ არის. უკვე აი ხო ვამბობთ ერთ-ერთმა უდიდესმა ქსელმა, რომელმაც გაერთიანა დაახლოებით 1300-დან 1500 მაღაზიამდე, გითხრა რომ თქვენ თავისუფალი ხართ. ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე, ხომ შეიძლება რაღაცას არ დავთანხმდეთ, არსებობს რაღაც პირობები, შეიძლება არ დავაკმაყოფილეთ ეს პირობები, თუმცა პირობები ყველა ცალმხრივია. ქსელური არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. ხელშეკრულებაში ჩაგვიწერა 10 წლის უკან, როდესაც არავინ არ განიხილავდა და არავინ არ ფიქრობდა, რომ დღეს ამ დონეზე მივიდოდით, ჩაგვიწერა, რომ ყველა წლის დასაწყისში შეუძლია შეგვიწყვილოს ხელშეკრულება. ერთი თვით ადრე გაგაფრთხილებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეგიძლია შეგვიწყვილოს ხელშეკრულება. ზუსტად ასე შეგვიწყვიდა, მიუხედავად იმისა, შემიძლია დავამატო, რომ ამ გაერთიანებიდან ერთ-ერთ ქსელში საუბარია 2005 წლის დასაწყისზე, 25 წლის დასაწყისზე, ერთ-ერთ ქსელში ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე ჰქონდა. 2 წლიანი ხელშეკრულება ჰქონდა, ამის საბუთები გაგვაჩნია, არა, არ გვჭირდები და გადით ქსელიდან. ამ დროს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კრედიტები აღებული. კარგავთ უზარმაზარ შემოსავალს იმით, რომ ამ ქსელმა უარი გითხრა. რატომ სჭირდება მას ექსკლუზივი? ექსკლუზივი სჭირდება, იმიტომ რომ ის მეორე კონკურენტი ყავდეს მუდმივად წნეხის ქვეშ. იცი რა, აი დააშავებ, ან სუდად მოიქცევე, მე შენ გაგიშვებ და მივიღებ მეორეს. მეორე უკვე მზად არის ჩვენთან შემოსასვლელად. ანუ თვლი რომ თუ რაღაც რეგულირება არ იქნება ქსელურებთან ერთად, ქსელურების მიმართ, რაც დრო გავა, უფრო უარეს პირობებში ჩავარდებით. ვერანაირი ფასის შეჩერებას ვერ გააჩერებს ვერანაირი ის თუ არ დაწესდება რეგულაციები. ეხლა
დიახ. თქვენ რაც მოყევით ახლა ჩემი აღქმით არის ის რომ თქვენ შემთხვევაში ბაზარზე არ არის სათანადო კონკურენცია თქვენ პროდუქტთან მიმართებაში შიდა ესე რადგანაც თქვენ კონკურენტს მისცეს ექსკლუზიური უფლება რომ პროდუქტი შეეტანათ და ასე რომ ვთქვათ თქვენ არა კონკურენტუნარიან პირობებში ჩაგაყენეს ხო ერთი წუთი აქვს რა აი მაგალითად ჩემი კონკურენტი აგერ აქცეს კარბატონელეგა ჩვენ ვართ კონკურენტები მაგრამ ჩვენი პროდუქციის 50% არის ერთნაირი 50 განსხვავდება ერთმანეთისგან რაღაცას აწარმოებს კარბატონელეგა რაღაცას მე არ ვაწარმოებ ხოსია იმან უბრალოდ არჩია ერთ-ერთი ქონდა ჩვენთან მოლაპარაკება არ დავმალავთ შეგვითანხმდა პროცენტზე ამის შემდეგ ვერ ვეტყვი რა მოხდა გაცილებით დავალ პროცენტზე შევთანხმდა თქვენ ქვეყანას რატო ვერ გეტყვით ნამდვილად საბუთებიც გამაჩნია შეგვიძლია ამოვიღოთ რა პირობებით შევიდა თქვენი ქვეყანა ამოვიღებთ საბუთებს შეგვიძლია დავდოთ რა ფასში იყო ჩვენთან შეთანხმება შეგვითანხმდა ჩანაწერებიც მაქვს როცა მეუბნება რომ ჩვენ ამ პირობებზე ვართ შეთანხმებული გვაცალე ერთი თვე ამის შემდეგ დაურეკენ ჩემ შვილს რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს ეთქობა ვერ გამიბედენ თუ რა არ ვიცი დაუთხრენ იცი რა აი ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას თქვენს კონკურენტთან თქვენ კარგად იყავით ჩვენ იმასთან დავჩებით მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია ყველას მისი საქმე კონკურენცია არ არის საუბარი არის ქართულ ბიზნესზე როდესაც ჩვენ მრავალ მილიონიან კრედიტს ვიღებთ იმისთვის რომ ვიყიდოთ დანადგარი და აღმოაჩენთ რომ ეს დანადგარი საქართველოში არავის არ სჭირდება იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მას შეუძლია იგივე პროდუქტი შემოიტანოს რუსეთიდან ან უკრაინიდან ან თურქეთიდან და დადოთ ჩემზე უფრო მაღალ ფასში ანუ მეტი მოგებათ არჩება ვიდრე მე ეცაც კითხავთ შეიძლება აი თქვენი პროდუქცია აი იმპორტანტ შედარებით აი როგორ ახართ ფასებში ისა იმათ რა შემიძლია ამ წუთში ვთქვა ხმამაღლა განვაცხადო ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი პროდუქცია რომელსაც ვთვლით რომ ნამდვილად საუკეთესო გვაქვს ფასებთან მიმართებაში გვაქვს იგივე კონკურენტებს აქ ქართულს არ განვიხილავთ განვიხილავთ რუსულს განვიხილავთ უკრაინულს რუსულთან მიმართებაში იგივე ფასი გაცილებით უკეთესი ხარისხი გვაქვს უკრაინულთან მიმართებაში მეორე უფრო ტოპ სეგმენტი იგივე ფასში რაც უკრაინულს აქვს ცოტა პატარაში არანაკლები ხარისხი გვაქვს ქსელში შეტანის აი თქვენ რაც ბრძანებთ თქვენ ბრძანებთ იმპორტთან კონკურენტუნარიანი ხართ ფასით და მიუხედავად ამისა პრობლემები გაქვთ მაინც რეალიზაციაში შენურს არ აწუხ ჩვენი პროდუქტი მისი შემოაქვს არ მაწყობს შენი პროდუქტი პირდაპირ გვეუბნება შემოაქვს ჩემი მე ჩემი ექსპორტი მაქვს განა მე ვაწარმოებ მე ჩემი ექსპორტი მაქვს და რატომ უნდა მევიღო შენ როგორ თვითონ ახლა იმაზე გამოფენაზე პროდუქციის მეტი რა არის ჩვენც დავდივართ გამოფენაზე და ჩვენც ხედით რაღაც ანუ თანაბარ პირობებში უპირატესობას ანიჭებს უპირატესობას ანიჭებს სხვა პროდუქტს იმიტომ რომ შეიძლება ან უფრო იაფად აიღოს ან ჩემ ფასში ან უფრო მაღლა გაყიდოს კი ანიჭებს უპირატესობას ერთი კითხვა დამებადა ამ cashback-თან დაკავშირებით ახლა რაზეც ვსაუბრობთ კი ახსენეს რომ Carrefour-მა დაიწყო მაგრამ ეს რაღაცა შიდა თემაც ხომ არ არის კონკურენტებს შორის თქვენგან ხო არ არის დაწყებული და ქსელში მიშოვდა რომ ჩვენ რა უნდა დაგვეწყო აი რომელი უფრო მაღალს მოვცემ მე cashback-ს დაუბრუნებს რომ მისი კონკურენტი არ იყოს ქსელში წარმოდგენილი და მაინც და მაინც ეს წარმოება იყოს ასეთი ფაქტებიც ხმენიათ და ყველა ალბათ წარმოებელი დამეთანხმება ერთ თემაზე რა ჩვენ არავის შეთავაზებას არ ვაპირებთ იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ვიცით უკვე რა დღეშიც ვარ ჩავარდნილი თუ ამაზე ვსაუბრობთ ქსელური როდესაც გიბარებს მოლაპარაკებაზე წინასწარ არ გეუბნება რა cashback-ზე გესაუბრებ მიდიხარ შეხვედრაზე და უკვე ხარ მთლიანად მის ხასიათზე დამოკიდებული და თვითონ იმ ხელაცებს გეუბნება ყველაწლიურად გაზდას ვერ წარმოვიდგენ ეხლა უკვე გეუბნებით რომ უკვე ავედით იმ დონეზე 2 წელიწადია 5-დან 7%-მდე გეუბნება გაზდას თორე შეიძლება მეორეც მოხდეს ერთდროულად გელაპარაკებოდეთ ორივეს კონკურენტებს და რომელსაც გადაწყვეტს ის აიყვანოს და თანხებთან დაკავშირებით მაინტერესებდა კიდევ ერთი დაგვიანება ეგ გავიგეთ და შეიძლება დაგვიანებაც არ ერქვას თავიდანვე მოლაპარაკებულია ეხლა რამდენად სამართლიანია 2 დღის პროდუქტი, როდესაც ვადაგაზდის და მას რეალიზაცია უნდა გაუკეთო და თუ არა უკან უნდა წაიღო, როგორც ნაშთი,
მაგრამ თუ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ანაზღაურება არ ხდება, იმიტომ რომ ხვსვენი ასეთი რაღაც რომ პატარა მწარმოებლებს არ უღირთ, ასე ვთქვათ, კონფლიქტში შესვლა ქსელებთან და შესაბამისად სასამართლოებსაც არ მიმართავენ თავისი თანხის ამოღებაზე და როგორც ვისმენთ, არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ეს თანხა მწარმოებლებს არ მისვლიათ და არც იმედი აქვს და არც ფიქრობენ ამ თანხის მიღებას. შემიძლია გიპასუხოთ, რომ ძირითადად ქსელურები უკვე იმ შეთანხმებით, რაც შეთანხმება გაქვს, ნორმალურად იხდიან ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა. ოღონდ არის ორი გადახდის სახე, ერთი არის რეალიზაციიდან თანხის გადახდა, რომელიც დაახლოებით 40 დღიდან 55 დღის შემდეგ თვეში ერთხელ გიხდის, ბოლო 45 დღის რეალიზებულს. და არის მეორე, როდესაც კონსიგნაციის რაც შეიტანე იმის მიხედვით გიხდის, ოღონდ ამ შემთხვევაში ძალიან დიდია დრო და ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. აი პირობითად ჩვენ გვაქვს 2 თვეზე მეტი არის გადახდის პირობა. ანუ რაღაც კონკრეტულ რიცხვში გვიხდის 2 თვით ადრე რაც დავალიანება ქონდა. საქონლის ბრუნვას როგორ აკონტროლებთ? მეტნაკლებად ვიცით, ეს თუ არის ციფრული, რომ ესე წტომა გაქვთ თქვენ მაგალითად, რომ ყოველდღიურად, აი წტომა რო გქონდეთ მაგალითად ქსელებთან ურთიერთობებში. გაგეხმარებათ ეს, როდესაც აი მაგალითად საკანონმდებლო დონეზე თუ ჩვენ თქვით, რომ როდესაც ხარ დიდი მოცულობის ქსელი და განსაკუთრებული პასუხისმგებელი მატარებელი, ასე რომ ვთქვათ, სუბიექტი, რომ აუცილებელი იყოს ციფრულად ნაშთების და საქონლის ბრუნვის წარდგენა მაგ შემთხვევაში ვინც აყავს მომწოდებელი. ეს დაგეხმარებათ ასეთი რაღაცა? კი ბატონო, ძალიან კარგი იქნებოდა, ამიტომ რომელიღაცა ქსელი გვიკეთებს, რომელიღაცა გვეუბნება, რომ იცით რა არანაირ შემთხვევაში მე ვერ მოგცემ თქვენს ნაშთს. რომელიღაცა არის ქსელები, რომლებიც გვაძლევს ამ ნაშთებს. თუ ცოდნის შემთხვევაში თქვენთვის ეს ბიზნეს ოპერაციებს მნიშვნელოვნად გაადვილებს და გასაგებს გახდის და პროგნოზირებად გახდის პროცესს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა პირობითად რაღაც, როდესაც რიცხვში ველოდებით ქსელურების ძალიან დიდი ციფრებია ჩვენთვის და როდესაც ველოდებით პირობითად 100,000 და მოგცემენ 50,000 უკვე პრობლემა გაქვს, ხო? იმიტომ რომ გათვლილი გაქვს ეს 100,000 უკვე ხარჯებში გაწერილი გაქვს და ამიტომ ეგ პრობლემა. ოღონდ თუმცა არა ძირითადად კიდევ ვიტყოდი რა, გაცილებით უფრო ძირითადად აი კეშბექის და სხვა პრობლემას განვიხილავ ქსელურების.